21 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით კრწანისის ტყეპარკში 13 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებთან შეხვედრა გაიმართა. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ერთდღიანი პროგრამის ფარგლებში პატარებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ პროგრამაში. გასული კვირა იყო უმძიმესი იმ ბავშვების ცხოვრებაში, რომელიც ჩვენ დღეს მოვიწვიეთ საპატრიარქოს კრწანისის ტყეპარკში. დღეს მათთვის მოეწყო არაერთი გასართობი ღონისძიება, ასევე სარეაბილიტაციო ღონისძიება. საქმე ეხება ფსიქოლოგიურ კაბინეტს. არაერთი კომპანია ძალიან დადებითად გამოეხმაურა ამ ღონისძიებას და მათ არაერთი საჩუქარი გაუკეთეს ბავშვებს. ჩვენ ქალაქ თბილისის საკრებულოსთან ერთად დავგეგმეთ ღონისძიება, რომელიც არის ერთდღიანი სარეაბილიტაციო გასართობი შემეცნებითი, ყავს ფსიქოლოგები, ანიმატორები. ერთი ლამაზი დღე გვინდა ბავშვებს ვაჩუქოთ და ამ ლამაზი დღის კულმინაცია იქნება მისი უწმინდესობის შეხვედრა, რომელიც ტყეპარკში უმასპინძლებს ამ ბავშვებს დალოცავს გადაეხტის პარაკლის და ეს იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეეძლო ჩვენ გაგვეკეთებინათ. შეხვედრის მიზანი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და მათი წახალისებაა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ მოძღვრებს და ფსიქოლოგებს. დავითიანმა გადაწყვეტა, რომ ბავშვები გამოეყვანა ქალაქგარეთ, შევთავაზეთ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ასაკების მიხედვით არის თქვენ მოგეხსენებათ ბავშვების კატეგორიები და დიდ ასაკებს უკვე შევთავაზეთ ჩვენ ფსიქოთერაპია, ჩვენ ფსიქოთერაპევტებმა ძალიან კარგად იმუშავებს და რამოდენიმე შემთხვევა იყო უკვე სტრესის და გამოვლინდა და მოხდა მათი დიაგნოსტიკა. გარდა ამისა, პატარებთან 3 წლიანთან მოხდა უბრალოდ თამაშებით ჩარევა, მშობლები გაფრთხილებულები არიან უკვე სტრესის შემთხვევაში, რომელ ბავშვს აღენიშნება სტრესი და მომართვიანობაც არის უკვე. კრწანისის პარკში შეკრებილი პატარები განსაკუთრებით ზღაპრის გმირების სტუმრობამ გაახარა. მათ ასევე ტკბილეული და სხვა საჩუქრები გადაეცათ. ჩვენ დღეს საჩუქრები დაგვირიგეს, გვაცეკვეს, გვამღერეს, გვათამაშეს ბევრი და მურცხვილი ზღაპრის გმირებიც ნახეთ, მაიმუნი, პანდა და Hello Kitty. ბევრი ხალისეთ გავერთეთ, მე მამა ოჩი მოვიდა ზეთი გვაჩხო, ლექსები თუ ხარით და ხარისხლებში გზადაკვალია ძალიან კარგად გავერთეთ. საღამოს 7 საათისთვის კრწანისის ტყეპარკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მიბრძანდა. უწმინდესმა და უნეტარესმა საჯანმრთელო პარაკლისი აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. დღეს მომინდა მოგმართოთ სიტყვით, იმედის სიტყვით. საქართველოს გამოუვლია მძიმე გზა. ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ მძიმე დღეები ყოფილა საქართველოში, თუნდაც ჯავალედინის შემოსევის დროს, ან როცა გააოხრეს თბილისი და ქართველი ხალხი არ გაუტეხია მტერს უნდა გადატეხას ქართველი ადამიანის ხერხემალში, მაგრამ მტერმა ვერ შეძლო ესა. და ეს ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა, ეს ადვილად შეიძლება დავძლიოთ ჩვენი შრომით, ჩვენი ერთობით და ამ დროებმა გაუწყეს ჩვენ, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა და მე ვმადლობ უფალს, რომ უფალმა ძალიერსათვის მოსცა. უფალმა აკურთხა ერი ჩვენი მშვიდობით. ყველას გვეოცავთ მთელ საქართველოს. არ შეგეშინდეთ, ჩვენთან არის ღმერთი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი პირადად გაესაუბრა პატარებს და მათ საჩუქრად ჯვრები და ხატები უსახსოვრა.
ჩვენთან